რიგით მე-6 თბილისის ფოტოფესტივალი გაიხსნა არაჩვეულებრივი გამოფენით ომის შემდგომი ამბები, რომელიც ეხმიანება მეორე მსოფლიო ომის დამთავრების 70 წლის თავს, მიუხედავად იმისა, რომ თემა საკმაოდ მძიმეა, საკმაოდ ჩათხრობილი ისტორიებია ამაში გაერთიანებული, გამოფენის ვიზუალური მხარე არის სიმპათიური, ლამაზ და სასიამოვნო დასათვალიერებელი. როგორც ხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე გამოფენა გახსნილია 2 საათი, ხალხის ინტერესი დიდია და წლიდან წლამდე, როგორც ფოტოფესტივალისადმი, ასევე საერთოდ ფოტოგრაფიისადმი ინტერესი იზრდება. ამ გამოფენაში გაერთიანებულია 3 ფოტოგრაფის ნამუშევარი, ეს არის ლიტველი, გერმანელი და პოლონელი ფოტოგრაფების ერთობლივი ნამუშევარი, რომლის კურატორი არის ლიტველი, რომელმაც ძალიან ზუსტად და კარგად შეარჩია ეს ნამუშევრები თემატურად. This exhibition is part of the Post-War Stories, which is a 3 photographers exhibition that deals with the aftermath of Second World War. And my project is about an epic walk, a big journey my grandfather did in 1945 when him and his brother escaped from a gulag in Russia, in Kaluga. They walked about 2,000 kilometers back to Poland. So I went to Russia and I retraced the whole journey and walked the same track, making photographs along the way. So in many ways it's a tribute to all the people who have to escape and run for their lives.